ვეხრად გაზაფხულის გლავაც დამხატველო ძის რასულის თქმა ხარაკარი მოდი ალვის ხე ზელზე მოეხმიე ჩემი საქართველო ჩემო სიამაყე საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე. ეხწუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ბევრი სახელოვანი ადამიანი დაბადებულა საქართველოს მადლიან და ბარაქიან მიწაზე. ქართველებთან ერთად ეს ხვედრი საქართველოში 26 საუკუნის წინ შემოხიზნულმა ერმა ებრაელებმაც გაიზიარა. Marjos, avis tilis hovorevita, Sakartvelos gaumarjos, Athalobel megobarevita. წელი. დასავლეთ საქართველოს ქალაქი. იმ დროისთვის ებრაელთა საკმაოდ მჭიდრო დასახლებული ადგილი, ცხაკაია, დღევანდელი სენაკი. ქალაქში კარგად ცნობილ სახელოვან ოჯახში, ეფრო და ხაბეთა სეფიაშვილების ოჯახში ისე მხიარულებაა. 4 ვაჟის და 5 ქალიშვილის შემდეგ კიდევ ერთი ბიჭი დაიბადა. ვაჟს სახელად ძველი ებრაული სახელი გაბრიელი უწოდეს. ამ ბავშვი ახლობლები თითქოს და თავიდანვე ხედავდნენ განსაკუთრებულ პიროვნებას. ყველა ცდილობდა სითბო და ალერსი არ მოეკლო მისთვის. თან თვით ბავშვი იყო ძალიან სათმო და საყვარელი, რადგან სახელიც კი სასიყვარულო შეარქვეს. ღუტუ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ საკმაოდ განიბებრებულ ღვაწლს ცხოვრება რა განსაცდელს უმზადებდა წინ. თუმცა ჯობს თანმიმდევრულად გავიხსენოთ. ღუტუმ მამა ადრე დაკარგა. დედასთან ერთად უფროსი და-ძმას რონვას არ იშურებდა მისთვის, მაგრამ მთავარი როლი მაინც უფროს ძმას, გრიშას მიუძღვნის. ის ვინც მთელი სიცოცხლე ცდილობდა გაეწია მისთვის ნამდვილი მამობა. შენ ბავშვობიდან მიყვარდი, რომ ზრდებოდი ობული, თავს გევლებოდა დედიკო, ვარგო და შენი ყოველი. ღუტუ ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა როგორც მოსიყვარულე შვილი და ძმა, მეგობარი და მოწაფე. ფოთის მეორე საშუალო სკოლაში დიდხანს ახსოვდათ ეს წარჩინებული, ღვთისგან დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ყმაწვილი, რომელიც შეიძლებოდა 2-3 წლით უფროს კლასში, საჩვენებელ გაკვეთილებზე სკოლის წარმოსადგენად დაეჯინათ. მისმა თეატრალურმა წარმოდგენებმა კი ღირსეული ადგილი დასტოვეს ქალაქის ხელოვნების ისტორიაში. ღუტუ ცხოვრების რთულ და დამოუკიდებელ გზაზე სავსე ენერგიით გავიდა. მუდამ თავში ღრმად დარწმუნებული ყმაწვილი ცხოვრებას თავიდანვე დიდი ძალით ჩაეჭიდა. ის ოსტატურად უთავსებდა ერთმანეთს უმაღლესში სწავლას, დედაზე ზრუნვას და ოჯახის რჩენას. შეიძლება ღმერთმა ამიტომაც არ გუნა დიდი სიყვარული და შეახვედრა ესეთ ლამაზ და სათნო ქალს, თამარს, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება მას, როგორც ნამდვილი ერთგული მეუღლე და ცხოვრების თანამგზავრი. ამ ლამაზმა და სანაკებო წყვილმა ცხოვრებაც ლამაზად დაიწყო. მათ 3 შვილი შეძინეს ამ სამყაროს. საყვარელი ნანა, მარინა და სანატრებელი ვაჟი ეფრი. ყოველი მათგანი
გამოხატავს დედმამის გარკვეულ ნაწილს და რა თქმა უნდა მშობლებისადმი მომართმული სიყვარული მათაც სამართლიანად ეგოთ. მათ აღზარში ახლობლები ცდილობდნენ მიეღოთ მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ლალა, დიშვილი. საერთოდ ღუტუ მხოლოდ საკუთარ შვილებზე როდის ზრუნავდა, მას თითქოს და ყოველთვის ყოფნიდა ძალა და სახსრებით ყველასთვის. ამიტომ ოჯახი არასდროს განისაზღვრებოდა მხოლოდ პირადი ოჯახის წევრებით. მათ სახლში აუცილებლად შეხვდებოდით მის უმცროს დას, უსაზღროდ კეთილს და მზრუნველ ლიზას, ან მუდამ ერთგულ დას, ოლიას, ის ვინც პატარა ძმას და მის ოჯახს ცხოვრების ყველა რთულ დროს გვერდით ედგა. ღუტუ კი მათ შვილებს თავისაგან არ არჩევდა, განსაკუთრებით კი დოდოს. ისე კი ღუტუს თბილი და კეთილი გული მის მრავალ ძიშლ და დიშვილზე თანაკლად დაძილდებოდა. ამიტომ ნებისმიერი მათგანი განსაკუთრებული სითბოთი გამოხატავს ვიდისადმი სიყვარულს. ჩემთვის არა მარტო ბიძა, არამედ მამა, ძმაც და მეგობარი. მისი გაკეთებული სიკეთე ჩვენს გულებში წლების მანძილზე ცოცხლობს. ღუტუ სეფიაშვილი საზოგადოებაში ცნობილია როგორც თამადა. მის ჩატარებულ სუფრაზე არ ვინ იწყენს. ღუტუს არავინ და არაფერი რჩება უყურადღებოდ. მასთან ყველა სიამოვნებს. ქალი თუ კაცი, ბიჭი თუ გოგო, პატარა თუ მოხუცი. გაუმართოს სიყვარულს, გზნობას, ადამიანობას, რომელიც არსებობს ქართველებისა და ებრაელი ხალხის მიმართ. და მართლაც გაუმართოს ამ ორ პატარა ხალხსა ამას ვეღარას. ღუტუ განსაკუთრებულია როგორც მეგობარი. განამარტულ ხილში უდგას ის გვერდით მეგობრებს. ის უყვარს ყველას, როგორც შინ, ისე გარეთ. კეთილ გულს საოცრად ერწყმის სხარტი აზროვნება და დიდი იუმორის გრძნობა. ის ხომ ნებისმიერი პრობლემის გადასაწყდად ორიგინალურ გზას ნახულობს. ამიტომ მისი ავტობიოგრაფია მდიდარია საინტერესო და კურიოზული მომენტებით. თუნდაც შემთხვევა სტუდენტობის პერიოდიდან, როცა მისი ხელმძღვანელობით კურსელებმა ღარიბ შეყვარებულ მეგობრებს ქორწილიც კი გადაუხადეს. ფილმის გმირი იმ იშვიათად ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ქვეყნად მომნელია იცხოვროს ისე, რომ ქმნას და ახაროს გარემო, მაგრამ ყველას თავის განსაცდელს უგზავნის უფალი. 1974 წელსში ღუტუ ვერ ასწრებს ისრაელში გამგზავრებას, კომუნისტური ხელისუფლება აბატიმრებს მას. მისი ახალგაზრდა ცოლ-შვილი კი რჩებიან თითქმის მარტო, რადგან ნათესავები უკვე ისრაელში იმყოფებოდნენ. ღუტუმ თავისი ახალგაზრდობის ბევრი წელი რუსეთის ციხეში გაატარა. თითქმის 2 წელი კი უმაღლესი განაჩენს მის ჯილთა კამერაში, მიწის ქვეშ, დღის სინათლის გარეშე დაჰყო. როგორც კი გავიგეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, იქვე მივმართეთ ისრაელის ერთ-ერთი მთავარი გაზეთის რედაქციას და გამოვაქვეყნეთ გაზეთის პირველ გვერდზე დიდი სტატია. მივმართეთ როგორც ისრაელის, ასევე მთელი მსოფლიოს მეთაურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და ადვოკატთა გაერთიანებას ახმარეზის თხოვნით. გაზეთში გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე დაგვირეკეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ამ დღიდანვე დაგვაკავშირეს რუსული ენის მცოდნე სამინისტროს მუშაკთან. ამ მუშაკის მეშვეობით მოგვეცა საშუალება უშუალოდ სოხუმში ხშირი სატელეფონო კავშირი გქონოდა. მანვე შეგვატყობინა, რომ ამერიკის და დასავლეთ ევროპის მთავრობებმა და ამ ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებებმა მიმართეს საბჭოთა კავშირის მთავრობას ისრაელში მყოფი ნათესავების სახელით და თხოვნით შეეცვალათ გაბრიელ ეფრემის სეფიაშვილისთვის უმაღლესი სასჯელი. მინდა ხაზი გაუსვა ფაქტსაც, რომ ამ წლების განმავლობაში მართალია მამაჩემი იყო ყველაფრის მოთავე და შემსრულებელი, მაგრამ თითქმის ყველა თქვენი დედმამიშვილი
ვინც კი ისრაელში იყვნენ, ამ წლებშიც და პატიმრობის წლებშიც მამაჩემს გვერდში უდგანან და შეძლების დაგვარად ეხმარებოდნენ მორალურადაც და ეკონომიურადაც. ყველამ ვიცით, რომ ბიძაჩემი არ მკაც, ცხონებული ანკელიც მაშინ პატიმრები იყვნენ და დახმარება იქით ჭირდებოდათ.